არაერთგან შემხედრია ეს კითხვა. რას ნიშნავს ტაქტიკური დანა და რით განსხვავდება ის სხვა დანებისგან? პასუხი ძალიან მარტივია. ტაქტიკური დანა უფრო ადვილად გამოსაყენებელი როგორც ქალაქში, ისე ბუნებაში. აქვს გამძლე ფოლადი, ძირითადად პლასტმასის, G10-ის ან სილიკონის ტარი და ქარქაში, რომელზეც სხვადასხვა სამაგრების დაყენებაა შესაძლებელი. მაგალითად, ამ შემთხვევაში ეს არის ოლტიკლიპი, რომელიც ქამარზეც ან ჩანთაზეც შეგიძლია რომ დაამაგრო. ეს არის ჩვეულებრივი ესეთი კლიპერი, რომელიც ასევე ქამარზე ან სულად ჩექმაზეც კი შეგიძლია დაიმაგრო. ეს არის ტაქტიკური დანა. რაც შეეხება სანადირო დანებს, სანადირო დანა გამოიყურება ასე. აქვს ყოვლის შემძლე უსქელესი პირი, არის, ეს კონკრეტული ეს მოდელი არის დამასკური ფოლადი, აქვს დამუშავებული ხის ტარი და რაც ყველაზე მთავარია, აქვს ქარქაში, ტყავის ქარქაში, რომელსაც დამაგრების მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს. შესაბამისად შეგიძლიათ დაიმაგრო ქამარზე და ატარო ტყეში, მაგრამ ქალაქში მისით გადაადგილება არის წარმოუდგენელი დისკომფორტი. შესაბამისად, ნებისმიერ დროს ამ კითხვაზე შეგვიძლია ძალიან მარტივად გავცეთ პასუხი, რომ ტაქტიკურია დანა, რომელიც არის ბევრად მსუბუქი, მოქნილი, გამძლე და მისით გადაადგილება შეგვიძლია როგორც ქალაქში, ასევე ბუნებაში. და ჩვეულებრივი სანადირო დანა არის ცოტა უფრო მძიმე ტექნიკა, ასე ვთქვათ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის დანიშნულება აქვს, რომ ტყეში გაგვიწვეს და გაგვიწიოს პარტნიორობა. მადლობა.